ის წაყენებული მიზნები და ის ულტიმატუმი რაც არის წაყენებული პრეზიდენტის ის არის მე ვერ შევძლებ ამ ძრალია და რამენაირად სანამ ეს ბანდა არ გაიქცეო მანამ მიშა წადი თუ არა და წაგიღებენ მაშინ წადი გადადგეს სააკაშვილის მთავრობა და მოშორდეს საქართველოს იეღოურ მასონური მოძრაობა. ტერორიზმი და აზმაგის შეპირებული არც გესები და აზმაგის აშენებელი გზები. უნდა გავაკეთოთ იმ ხალხმა, იმ ოპოზიციამ, ვინც იგზავს. ყველა იმ უბედურებისა, რაც საქართველოში ხდება, ნიშა მაფიის ერთადერთი წყარო ქარხანა, რომელიც მუშაობს ხალხის გაუბედურების ხარჯზე. ჩვენი აქ მოსვლით დავაფიქსირეთ ის, რომ თხოვთ მათ ევროკომისიას, ევროპარლამენტს, მთელ ევროპას თხოვთ, რომ ხმა მოიღონ და უფრო რადიკალური ზომები მიიღონ. გააჩერონ ეს კაცი. რამდა გაჩლუნგა ქართველო. რად დაგიკარგავს სახეო. როგორ დაგიგომ მტრისხელმა სიკვდილ სიცოცხლის მახეო. ვერც სიბოროტე ამხილე, ღალატიც ბევრი ნახეო. გულში ჩაგიკლავს ბოღმა და სილა გაგაწნეს ყვახეო. როგორ შეხურებ ბედშავად უსუსურობას, სილაჩრეს. ვეღარ იკვეხნი გმირობას, ვაჟკაცობას და სიმაგრეს. ნამუსაყრილ დაკოდილი, შერიგები ხარ სიმწარეს, შენ თუ არა მაშ, ვინ იტყვის გულის ტკივილით სიმართლეს? შთამომავლობას ვინ აღზრდის წინაპართადად წესზედა? რად არ შეზძახებ გულსრულად ხიჟინას სიყვარულზედა? აბა, ვინ ახართ ქართველნი? რამდენი კაცი ქუდზედა? ვინ დაუდგება სამშობლოს და თავის გამზრდელს მუხლზედა? მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ჩემხელა ბავშვები საქართველოში რუსთაველზე დგანან და იძახიან, რომ მიშა გადადგეს და მე აქ არ შემიძლია სწავლა. მე მინდა საქართველოში რომ ვისწავლო ჩემ მეგობრებთან, მაგრამ თუ კიდე მიშა იქნება აქ, მე ვერ შევძლებ სწავლას იქ. ქუთაისიდან ვარ. აქ საწყო? აქ საფრანგეთში ვცხოვრობ ლაონში. სადა? ლაონში. და მინდა რომ მართლაც მიშა გადადგეს. ჩვენ ეს დიასპორა, ეს ერთობა უცხოეთიდან უჭერთ მხარს მის სააკაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას და კოალიციური მთავრობის არჩევას ქართველი ერის ნების გამოხატვით. მიშა, წადი! მიშა, წადი! მიშა, წადი!